ჩიტო. გამარჯობა. გამარჯობა. რანაირი ხარ ლია? ასე დავიწყება შეიძლება? რა ვქნა ჩიტო, ვერ მოვახერხე. შენ როგორ ახარ? მე რა მიშავს, ცხოვრობ ბედნიერად. იცი ლია, ახლა მე და ვახტანგს გადაწყვეტილი გვაქვს ბავშვი ვიშვილოთ. ბავშვი? ხო. ხომ იცი თავის დროზე არ ვიყოლი და ახლა უკვე გვიან არის. ამიტომ ვახტანგი ჩამციებია ვიშვილოთ. მე სიხარული დავთანხმდი. ვიშვილებ, გავსწრდი. მე გამიგონია დიდი ამაგი შემდეგ იბადება ბავშვის სიყვარული. რა თქმა უნდა. ერთი თვით ცხოვრება მოვაწყე, ბედს არ ვემდური. გამომიარე ლია. გახსოვს ინსტიტუტის დამთავრებისას პირობა რომ დავდეთ, ერთმანეთს არასოდეს არ დავკარგავდით. ნახვამდის. ლია, გამომიარე. ბავშვის სანახავად მაინც მოდი. კარგი მოვალ, ბავშვს აუცილებლად ნახავ. ნახვამდის. კვადრატულ მეტრებში ბევრად ნაკლებია აღნიშნული. ამიტომ პროცენტით ნაკლები გამოდის. მაშინ როდესაც ჩვენმა ბრიგადამ 100%-ით შეასრულა გეგმა. რა გაყვირებს? ღიური აქ აგაქვს? მაქვს. მომეც. Ორმოცდახუთი ერთი. 50 მეორე. აი კიდევ 15. რამდენია სულ? 100. აბა გინდა მეტი. ჰა. აი ზინგინე ძველი. ისევ დაიგვიანე გოგი. შენ რა? გაჯარებული ხარ? ჩემი დირექტორი კაცი არ ყოფილა. გაწყენინ არამე? ო, ვიჩხუბეთ. და სამსახურსაც თავი დავანებე. როგორ თუ დაანებე? რას აპირე? შენ მაგის დარდინო გაქვს. ხვალე მოუნახა უკეთეს ადგილს. დალევა მაინც მოგისტრია. მე კი გელოდი, უშენოდ არ ვისადილე. გოგი, დღეს ჩიტო შემხვდა. თუ ღმერთი გწამს იმის სახელს ნუ გამაგონებ. გადაუწყვეტია ბავშვი იშვილოს. რაში მეკითხება? რაც უნდა ის გააკეთოს. რა მოგივიდა ლია? დღეს რაღაცა მოწყენილი მეჩვენები. გოგი, ჩვენც ვიშვილოთ. ბავშვი ოჯახში სიცოცხლეა. ბედნიერება. როდესაც ბავშვი ყავს, ცხოვრებას მეტი აზრი აქვს. დედა მინდა გავხდე. აი ნახავ, როგორ შეგიყვარდება. შენ ისე მეხვეწები ლია? თითქოს მე უარი მეთქვას. თქვენი ქმარი თანახმაა? რა თქმა უნდა.
ძალიან კარგი. დამობრძანდით. გაჩვენებთ. მადლობთ. მობრძანდით. აქ რა ბევრი ყოფილა. ამათგან მხოლოდ ერთია გასაშვილებელი. აი ეს. გოგოა? არა, ბიჭი. მოგწონს? ძალიან. შენი ჭირიმე, შენი. რა კარგი ბიჭია. გაჩუმდი დათო. გაჩუმდი გენაცვალე. გაჩუმდი. არა, დათუნა, არა. დაჯი. დათუნა. მოდი ჩემთან, მოდი. კარგი ბიჭი დათუნა, მოდი. დათუნა. ჩემი კარგი ბიჭი, ჩემი ოქრო. დათუნა. ქალბატონო. ეს ბავშვი ჩემია. ხომ ნახეთ? მას არავის დაუთმო. ნუ ღარ დააყოვნებ. საბუთები ახლავე წარმოადგინე. მადლობთ. პატარა ბავშვის ნალკები თუ გაიგეთ. კი, მაგრამ ბიჭს რაც უნდა დედოფალა. გინდა ლექსი გითხრა? ვინ თამაშობს ბურთს ეზოში? სადაც დიდი ფიჭვია. ეს ხომ ჩემი დათუნა? ეს ხომ ჩემი ბიჭია? აბა ვნახოთ როგორ გიხდება საბანი. ბავშვი. რატო? იმიტომ რომ შენ თვითონ ბავშვი ხარ. თოჯინებით ერთობი. მოვძანდით. მე ხა თქვენთან მოვდიოდი. ნუ შეშფოთდებით. ჩვენ მხოლოდ იმისათვის მოვედით, რომ შევამოწმოთ, რა პირობებში მოუხდება ბავშვს ცხოვრება. საერთოდ ასეთია წესი. მოვძანდით. რა კარგად მოგიტყვიათ. დიდი ხანია რაც ემზადებით. 2 დღეში მოვამზადე ყველაფერი. ერთი ბავშვი უკვე ყოლიათ. თქვენ კარგი დედა იქნებით. ამ ოჯახს მხოლოდ ერთი რამ აკლია. რა? ბავშვი. შემოდით ბიჭებო. ლია. რატომ სტუმრებს არ გამაცნობ?
მე ლეას მეუღლე გახლავართ. ძალიან სასიამოვნოა. გამარჯობათ. დაგვიწევთ, ქალბატონო. გმადლობთ, გვეჩქარება. ჩვენ ბავშვის თაობაზე მოვედით. ბავშვი? რა ბავშვი? მე არაფერი არ ვიცი? გოგი, ჩვენ ხომ გადავწყვიტეთ? გამახსენდა. სხვა დროს იყოს. რა დროს ბავშვია? გოგი, რას ამბობ? სუფრა გააწყეს, სტუმრები ფეხზე დგანან. მოვზანდით, ქალბატონო. გთხოვთ, მოვზანდით. გმადლობთ, გვეჩქარება. მოვზანდით, ბიჭებო. მადლობა ღმერთ, ლის არ გვეღირსა. ქალბატონო, ბავშვი? ბიჭებო, მოდი ჩვენს აშკაცობას გაუმარჯოს. განაღვინო დამათრო მე შენს უროდილა მასო დამათრო შენმა ხიმილმა და სიყვარულის ამავსო ლია მოიცადე შენთან სალაბარაკო მაქვს მე არა მაქვს შენთან სალაბარაკო.
ერთი წუთი. არ მცალია, მაგვიანდება. სად მიდიხარ ამ დილა ადრიანად? საქმეზე. რა საქმეზე? კმარა. აღარ შემიძლია ასე ცხოვრება. უნდა ვიმუშაო. განა მე როდესმე დამიშლია? ორა უსინდისო ხარ. მუშაობას კი არა. მეგობრებთან შეხვედრას მიშლიდი. და თუ ყოველივე ამას ვითვენდი 5 წლის განმავლობაში, მხოლოდ იმიტომ რომ ჯეროდა. გიყვარდი. ახლა მოვიქცევი ისე, როგორც მე მინდა. ლია. ლია. განმარტოების კუნძული აი განმარტოების კუნძული პერიპოვე ჩაძირულა პატივცემულო მასწავლებელი რა ჩაძირულა? განმარტოების კუნძული იქნები ისიც იცი რატომ ჩაიძირა? ალბათ განმარტოებით ყოფნა მოსწყიდა შენ თუ ყურადღებით არ იქნები კლასში, მალე ყველა კუნძულს ზღვაში ჩასძირავ. დაჯექი? ვახტანგ, ვიღაც მოვიდა, კარი გაუღე. როგორ მოხდა რომ გვესტუმრეთ? მობრძანეთ. გამარჯობა. გამარჯობათ? ჩიტო შინ არის? შინ გახლავთ, შინ. უნდა ნახოთ რა დღეშია. ლია, მოხვედი? შეგვიდი და მოველი. აი ჩემი ბიჭი. მოდი. მოდი ბიჭი, მოდი, არიწი რო არ. ეხლა. სულ. ეხლა. ნახე როგორი ბიჭია. მოგწონ? შესანიშნავია. მოდი, მოდი დათუნა. ეხლა ბიჭი, ეხლა ბატა. ბავშვის პირსახოთი. ჩქარა. მოიდა. აჰა. ნელა, ნელა. ეხლა ბიჭი, ეხლა. მოდი. ლია, შედი კაბინეტში ბავშვს დააძინებ და მოვა. სუ დათუნა, სუ. დაიძინე დათუნია. დაიძინე პატაძინა დათუნია. რატომ პირის? ბავშვმა იცის ხოლმე. დაიძინე დათუნია. მაინც რატომ ტირის? მაპატიებ. მომეცი ეგ ბავშვი, ამდენი ტირილი არ გამიგია. დაიძინე დათუნია იავნანა. მომეცით აქ. ბატონო ვახტანგ, ასე ბავშვს ვერ დააძინებთ. მოდი, მოდი. მოდი.
ძინავს. თქვენ ისე მშვენივრად მღერით, ლია. რას ამბობ, ვახტანგ? ლია ინსტიტუტში უკეთესად მღეროდა. ნახვამდის უკვე დროა. ლია, ვახშამზე დაგვეწვიეთ. გმადლობთ ბატონო ვახტანგ. სამწუხაროდ არა მცალია. რა მოგივიდა ჩიტო? დღეიდან ლია ჩემს ოჯახში ფეხს ვერ დაადგამს. რატომ? საზისხარი. რა სერჩი ჩიტო? შენ გონია დამავიწყდა. შენ არ იყავი ინსტიტუტში არც ერთ მის კონცერტს არ აცდენდი. ვითომ სტუდენტთა შემოქმედება გაინტერესებდა? ღმერთო ჩემო, რა სულელი ბავშვი ხარ. ძალიან მოგეტონა არა ლია სიმღერა. მე ვიცი რომ შენ არ გიყვარ. ჩიტო. ბავშვი დასაძინებელია. რა იქნება ერთხელ შენ დააძინ. მე საჩქარო სამუშაო მაქვს. არა უშავ. ერთ საღამოს ნუ იმუშავებ, შენ ისედაც ბევრი იცი. ვახტანგ, მე წავედი საყვარელო. აბა რა მოხდა ისეთი? რა გატირებს? ო, რა გატირებს? ო, შეუსირცხვილო, ეს რა გიქნია? ლოგინში როგორ შეიძლება? აბა რას გავს ეს? რა გაცინე? ისე ხითხითებ თითქოს დიდი საქმე გააკეთე. აბა რა გიყვა ახლა, ჰა? რა გიყვა? შეშმაგოშენ. აბა წავიდეთ ახლა, ზეწარი და პერანგი მოვნახოთ. აი, ეს უნდა იყოს, ბოდიში ეს ჩემი ყოფილა. აბა ვნახოთ, აბა. იცინე. რომ არ გაიცინებ, რა გენაღვლება? შენ ლოგინის დასვლების მეტი არაფერი იცი. არა, 100 არ ვარგა. ახლა უნდა დავიძინოთ. მე მგონი შენთვის სულ ერთი იქნება სად დაიძინებ. შენს ლოგინში თუ ჩემს ლოგინში. აბა წავიდეთ და თუ? აბა? ოპა! დაიძინე და თუნი. მეც ახლავე მოვა, ახლავე. აბა? ასე... მოდი ჩემთან ჩემი ბიჭი, მოდი ჩემი ბიჭი. Na 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 na.
ლაბარაკობს თბილისი. ჩვენი მიკროფონი თბილისის დინამოს სტადიონზეა. დღეს აქ ჩვენს მოედანზე ტარდება მორიგი კალენდარული შეხვედრა ფეხბურთში საბჭოთა კავშირის 1958 წლის პირველობას. ერთმანეთს ხვდებიან კიევისა და თბილისის დინამოს ოსტატ ფეხბურთელთა გუნდები. აბა დავიწყოთ. ნახოთ რა ბიჭი ხარ? აბა მოდი. აი, ესე ჩენი ვაშკაცო. ახლა ბურთი ჩემია. ჩემია. მოდი და. გავიდა. არა დათმი არა, შენ არ მოგიგია. მე წავიქეცი და ამიტომ ახლა 11 მეტრიანი საჯარიმო შენ უნდა დაგირტყა. აბა მიდი დადექი, მიდი. ოჩახ ბიჭო. ახლა შენ დადექი, მე დაგირტყა. აბა მოდი. მოგიგე. მეტი ჭკუანო მოგცა ღმერთმა. სარკიში მაინც ჩაიხედე, რას გავხარ? ეს რა უქნიათ? ბავშვი ხარ, ამხელა კაცი. გამიოხრეს ბალიშები. დათუნა? თინა? შესაძაგელო. თინა თუ ღმერთი გავს მომაშორი ბავშვი. წაიყვანე სადმე გაატარე. როგორ გაცდენს ეს ბიჭი? დათუნა, გინდა დეიდალიასთან წავიდეთ? დედიკო არ გაგვიჯავრდება? არა. დედიკო არც კი შეგვეკითხება სად იყავით. სამო. Я цыганский барон, их цыганку влюблен, для меня шутника, излегка. კვირა დღეს მაინც იყავი სახში. რა ვქნა ტირიმე? სახვევი მაქვს. Тайнариларай. გოგი მოიცა? მალე დავრუნდი. Ну так халечка რა დავბრუნდები. გამარჯობათ. დათუნა გენაცვალე. დედალია, იცით, მე და მამიკომ ბურთი ვითამაშეთ. მე მოუგე. ხოჭა. აი ასე გადავხტი. ახლა ბაღში მივდივარ. იქაც უნდა ვითამაშოთ ბურთი. კი, მაგრამ ბურთი რომ არა გაქვს? დამოვიწყდა. არა უშავს, მე მოგცემ კარგ ბურთს. ჩვენ ახლა წავალთ ბაღში. დედალია ბურთს მომიტანს. ორა დიდი ბურთია. მოგწონს? თქვენ წამოდით. კარგი წამოვა.
წაიქცე. არ შემიძლია მეჩქარება. ნახო. დედალია ტიროდა? არა. მაშინ რატომ მქონდა ასეთი ხმა? რატომ არ გძინავს აქამდე, ლეა? რა მოხდა? გაბრაზებული ხარ? რა მოგივიდა, ლეა? ერთი სიტყვა მაინც მითხარი. ესენთვის არაფერი დამიშავებია. შენ გონია ნასვამი ვარ? ისე დავიღალე რომ ფეხზე ძლივს დგევარ. სისულელია, რასაც შენ ახლა ფიქრობ. ანდა რა უნდა იფიქრო? ერთხელ გაწყენინ და ისიც ამ რამოდენიმე წლის წინათ. ხმა მოიგე, თორე გავგიშდები. რა კარგი ლექსი მასწავლა. აბა მითხარი, მამიკო? მე პატარა დათო ვარ. ერთი ციდა ვაჟი ვარ. დედის გულის ვარდი ვარ. მამის ორი მთვალი ვარ. როცა ვინმე მაბრაზებს ტირალა და ავივარ, მაგრამ როცა ვიცინი უჰრა კარგი ბიჭი ვარ. საყვარელო. დავიგვიანე, მაგრამ მეპატიება. ისეთი რამ ვიშოვე. ქალაქში ორ ოჯახს არ იქნება ასეთი იშვიათი სილამაზის ნივთი. აი. ჩიტო. როგორ ავსეს ოჯახი ამ თოჯინებით? აბა რა არის ამაში კარგი?
სჯობია ოჯახს მიხედო. ბავშვი აღზარდო. შენ არაფერი არ გესმის. დედას უთხარი, კარი გამიყოს. დედა წავიდა. შენ რას აკეთებ? ბურთს დამარჯო. დედა კატო, რა გინდა გენაცხელი? ჩიტოს თქვენთვის გასაღები ხომ არ დაუტოვებია? როდის იყო შვილო? რა ვიცი, რა მოუვიდა? ბავშვი ჩაუკეტია. ბავშვი? დასულა. დათუნა. დათუნა. ღმერთო ჩემო, რაღაც გატეხა. დათუნა. დათო. დათუნა. ვაიმე, გატეხა. როგორ შეიძლება? ართული კამერები არ მოვიდეთ მაინც. სად არის შიტო ამ დინოს? რა შესაქმე, რა მოხდა? სად ახარაკობენ? ბავშვი რომ მარტო ჩაგიკეტი, არ აღწხვენია? ეგ არ არის შენი საქმე. ჩემი ბალერინა. ჩემი ჩინური სურა. ჩინა! მიყარ ყველაფერი ერთ კუთხეში. ჩიტო. ბავშვი სად არის? ძინავს? აი ეს მანქანა საწოლში ჩაუდე. გაუხარდება. ძიავახტა. თქვენ კითხულობენ. მე ვინ არიან? არ ვიცი. სთხოვე მოვიდნენ. მობრძანდით? გამარჯობათ. გამარჯობათ. გთხოვთ. გმადლობთ. ჩვენ დათუნას სანახავად მოვედით. მაპატიეთ, მაგრამ მე უკვე გადავეჩვიე იმ აზრს, რომ დათუნა ჩვენ გავიგეთ, რომ დათუნა ავადმყოფობს. და თანაც თქვენი მეუღლე უკმაყოფილოა ბავშვით. სინდის გეფიცებით ეგ პირველად მესმის. დათუნა შესანიშნავად გრძნობს თავს. ახლა ძინავს თორემ გაჩვენებდით. დათუნას არ ძინავს. მას სად არის? დედამისმა გალახა და აბაზანაში დაამწყდია. რა უღმერთობაა? ასე როგორ შეიძლება?
იცით აქ რაღაც გაუგებრობაა. სად არიან? წავიდნენ. შენ რატომ ენას არ დაიმოკლებ? მე ბავშვი მეწოდება. რატომ დაამწყდე ბავშვი? რატომ? რატომ? აი, შეგიძლია დადგმე. აი, ნახე. სულ 5 წუთში მოასწრო ყველაფერი. როგორ არა გცხვენია? ამ გროშიანი ფაიფურის გულისათვის დაამწყდიე ბავშვი? ამის გულისათვის? ამის გულისათვის? მეორე თაღარგაბედო ბავშვის დამწვდება. მე ვიცი რასაც გავაკეთებ. ნახოთ. მერტო ჩემო, არავის არ უყვარვა. დათუნა შენ გაბარებ. მივლინებიდან ჩემს დაბრუნებამდე შენ მოუვარე. თვითონ მიცის რომ სხვაში გადიხარ. განამაცალა თქმა. ხომ არაფერი გაიწყდება. არა. ო, დროა. ნახვამდის თინა. როდის დაბრუნდებით, ზიავახტა? 10 დღეში. ბავშვს გაუფრთხილდი. მე იმისათვის არ გავთხოვილა, რომ ყოველდღე ნერვები ავიშალო. მე სიმშვიდე მინდა. ბედნიერი ცხოვრება. ვისწირავ ჩემ ახალგაზრდობას. ვის? გამარჯობა. ხომ კარგად ჩიტო. რაღა კარგად, დავით ანჯი ადამიანი. რა მოხდა? შენ ვერ წარმოიდგენ, ნინო, რა უტანელი ბავშვია. უზრდელი, გაუთლელი. ოჯახში ჭურჭელი აღარ შემარჩინა. ყველაფერი დამიმტრია და დამილეცა.
არ გეწყინოს ჩემო ჩიტო და თინა ბავშვს ვერ გაგისდის. თვითონ ბავშვია, თვითონაა გასაზრდელი. არა. როგორ გეკადრება? განამე ბავშვი არ მინახავს. მერი არ დაგიმალავს და ავადმყოფია. თუ ავადაა, უნდა უმკურნალო. მაგის თავი მე არა მაქვს. გადავწყვიტე უკანვე ჩავაბარო საბავშვო სახლს. ჩიტო, ნამდვილად. მეტი აღარ შემიძლია. მოვკვდი, გავთავდი ადამიანი. მე მგონი ვახტანგი არ მოგცემს მაგის უფლებას. ეს მე ვიცი. არ არის ეგ კარგი. შენ მაგას არ გააკეთებ, ჩიტო. ნახოთ. საბავშვო სახლია? დირექტორს თხოვეთ. ყიფიანების ბინიდან გაწუხებთ. მე პროფესორის მეუღლე გახლავართ. დიახ. ვისი ხარ ბიჭიკო? შენ პატრონი არა გყავს? ყავს. საცხოვრობ? აი. ვა, წავიდეთ. გელოდებით. ძია ვახტანგის ჩამოსვლამდე ვერავინ ვერ წაიყვანს დათუნა. ოჰო? ერთიანას დამეხე. ძია ვახტანგმა მე ჩამაბარა დათუნა. შენ როგორ ჩას მოგწინდა კეთილი ცხოვრება? ჩემმა მტერმა იცხოვროს ასე კეთილად. მე დიდი ხანია მინდოდა აქედან წასვლა, მაგრამ დათუნა მაკავებდა, მეწოდებოდა. თინა, გაფრთხილებ. რას მაფრთხილებ? გონიათ მეშინია თქვენი. გაიწრი აქედან. თინკო მიშველე. დათუნა, წადი, დედას უთხარი გაპატიოს. უთხარი მეც აღარ ვისამთქო, გესმის დათუნა. წადი. წადი დათუნა, წადი. წადი. რას მომჩერები ხარ? დედიკო, მაპატიე რა, მე მეც აღარ ვითამაშებულ. მე შენი დედა არა ვარ. არა ხარ, ჩემი დედა, ჩემი კარგი დედიკო ხარ. შენი დედა ახლა მოვა და წაგიყვანს. ჩვენ ხომ აღარ ვითამაშებთ ბურთსუგო, ჰა? დედიკოს გონია რომ კიდე ვითამაშებ. ქალბატონო, თქვენ ვერ წაიყვან დათუნას. მამამისმა არაფერი არ იცის. ჩვენ ბავშვს არავის დავაჩაგვრინებთ. მე მაგის იმედი მქონდა, როდესაც გირეკავდით. მე სრულებითაც არ მაინტერესებდა, რის იმედი ქონდა, როცა აქ მოვდიოდი. ვისაც ბავშვი არ უყვარს, ის ხომ ადამიანი არ არის. გამარჯობა დათუნა. როგორ ახარ? რა გატირებს ბიჭიკო? არა ქრცხვენია, ასეთი დიდი ბიჭი ხარ და ტირი. დედა, ძალიან გეხოცებით. ნუ წაიყვან დათუნა. დათუნა, შენ ხომ გიყვარს ბურთის თამაში? არა, მე მეც აღარ ვითამაშებ ბურთს. დედიკო, მაპატიე, მე მეც აღარ ვითამაშებ ბურთს. დათუნა გენაცვალე, აი ნახე როგორი სათამაშო გაჩუქ. არ მინდა. შეხედე როგორ სტუნას. არ მინდა მე სათამაშო, მე ჩემი მამიკო მინდა. დაუსახე ჩემი მამიკო. მაპატიე, დედიკო, მე მეც აღარ ვითამაშებ ბურთს. მაპატიე, მე მეც აღარ ვითამაშებ ბურთს. დამშვიდი გენაცვალე. შენ ხომ ჩემი საყვარელი დათუნა ხარ? შენ ჩემი საყვარელი დათუნა. დათუნა, გენაცვალე. დედა კატო, სად არის ჩემი მამიკო? ხალე ჩვენ ახლა ზღვის ნაპირას დავარ. არ მინდა მე
მეგირცვა ქალობა. Deidalía! Deidalía! ჩიტომ გააგდო სახლიდან დათუნა. გენათვალე, ჩემი ბიჭო. შენი ჭირიმი. რა ქენი? ხვალისათვის დამიპარა. რატომ ხვალისათვის? თხოვე, მომლელად ამიყვანეთ მეთქი. მერე? კარგიო მითხრა. მერე რატომღაც კარგი თვალით შემხედა და მითხრა, შენ აუცილებლად უნდა ისწავლო საღამოს სკოლაშიო. მე თვითონ მოგაწყობო. ხო, ეს ძალიან კარგია, შენ აუცილებლად უნდა ისწავლო. ერთი სიტყვით ხვალიდან მუშაობას ვიწყებ. დათუნას მე მოული. დათუნაზე მე სხვანაირად მოვიფიქრე. ისმენთ? დიახ. გამარჯობათ. ახლა დავბრუნდი. თუ კი ასია, რა თქმა უნდა, ლექციას ჩავატარებ. მერე დავისვენებ. აუცილებლად. ნახვამდის. დამიჯერე ვახტანგ. ასე უკეთესია შენთვის და ჩემთვისაც. სად არის
ჩემი შვილი. ვახტანგ, საყვარელო. მე ერთადერთი ვარ, ვინც შენ გაგიქო. მე მესმის შენი. სად არის ჩემი შვილი? ჩემი დათუნა. შენ გეკითხებ. რატომ იშვილე თუ კი? არ ვიცოდი. გამოუცდელი ვიყავი. მე მეგონა შემიყვარდებოდა. ვახტანგ, საყვარელო. გეგონა. ხო, მეგონა. გარდა ამისა, ის შენ გაცდენდა. ვახტანგ, მე არ ვიცოდი შენ თუ ასე გიყვარდა. დღეს ვეტავალ საბავშვო სახლში და დავიბრუნებ დათუნას. მე წავალ. ვახტანგ. ვახტანგ. ვინც დათუნა იშვილა? პატივცემულო პროფესორო. პირობა ჩამოგვართვა, საიდუმლოდ შეგვენახა მისი ვინაობა. ჩვენც ამ პირობას პატიოსნად ვასრულებთ. ერთი რამ მაინც მაგვირვებს. მე ხომ მამა ვარ. რატომ არ დაელოდეთ ჩემს ჩამოსვლას? მე რატომ არ შემეკითხეთ? ეს თქვენ და მიუპატივცემლობით არ მოგვსვლია. თქვენი მეუღლე მეტად გულქვა ადამიანი ყოფილა. მაპატიეთ. ბოდიში. ყველაფერი გასაგებია. განაგრძე. ნუ გწვენია, განაგრძე. იმღერე. შენ თუმე მშვენიერი ხმა გქონია. რა კარგი გოგონა ყოფილხარ შენ გენაცვალე მე. გამი ხანი შეუშინდისო. როგორ გაბედი აქ შემოსვლა? მე წავალ. აქ აღარ გავჩერდები. თინა, საყვარელო, რატომ შემოუშვი? მას არ აქვს აქ შემოსვლის უფლება.
დედა არა მყავს. როგორ არა? ყავს შვილო. სად გაგონილა ბავშვი უდედოდ? მე ჩემი მამიკო მიყვარს. რამდენჯერ გითხარი? ჯამის დროს ლაპარაკი არ შეიძლება. მე მიყვარს ჩემი მამიკო. დათუნა. სიცხე აქვს. სიცხე რამდენი აქვს? 40 და 1 მიათედი. ექიმო. რა მეშველება? ნუ შეშფოთდებით. სიცხე მალე დაუკლებს. უფრო მეტად რო დამშვიდეთ, ხვალ პედიატრს გამოგიგზავნით. გმადლობთ. ამახლო ხანში ხომ არ ინერვიულა. როგორც კი მოიკეთებს, ქალაქიდან გაიყვანეთ. მისთვის აუცილებელია მთისაერი. მაშას, თუ საჭირო იქნება ჩემოშვილო, ნუ მოგერიდებათ. რა წამს დაგჭირდეთ, დამირეკეთ. მადლობთ. ნახვამდის. აღარ ვითამაშებ. ნუ გამაგდებ.
დედიკო. მიმღერე. მე ვარ შვილო შენი დედა, სულ ჩემთან იქნები. შენს თავს ვერავინ ვერ წამართნევს. დათუნა, შვილო. მომეცი აქ? მომე. ო. მიდიხარ? როგორც ხედავ? მე არ მეგონა თუ ასე დამთავრდებოდა ყველაფერი. ნუ თუ შენი ბედნიერების ერთადერთი გზა ჩვენი დაშორებაა. ჩემს ბედნიერებაზე მე უკვე ნაკლებად ვფიქრობ. ნუ თუ არასოდეს არ დაბრუნდები. რა საჭირო ამაზე ლაპარაკი? პროფესორ ყიფიანს თხოვე. კარგად ისწავლე. აბა შენი. ფიქრი ნუ გაქვს. მადლობა. ნახან. დათუნა. ჩემო ბიჭი. კარგად იყავ. დათუნა, წამოდი. დათუნა. ხილად. გარეგში ნუ დადგებით. ნახან. აბა, ჩქარა უნდა მიუსწროთ. Agdamelore. Nahvam bizi amaçlarla dönüyor. Nahvam.
ამბობენ ვინც ცისარტყელას ქვეშ გაივლის, ბედნიერი იქნება. ჩვენც გავიაროთ, მამიკო. გავიაროთ.